იონე ოქროპირის სიტყვა მინდა გადაუხვიო სახარების დღევანდელ სწავლებას და წაგიკითხოთ იონე ოქროპირის სიტყვა. კითხვაზე თუ რატომ გვეშინია სიკვდილის და ასევე რისთვის არსებობს ადამიანში მწუხარება. რისთვის გვეშინია სიკვდილის? არ ვცხოვრობთ ისე, როგორც საჭიროა. ჩვენი სულები გენის შიშით რომ იყოს მოცული, მაშინ სიკვდილის შიში ვერ მოგვეკარებოდა. ისე მოხდებოდა, როგორც სხეულს ემართება. ორ ისენი თუ შემოგვიტევს, უფრო ძლიერი ჩვეულებრივ ჯაბნის უფრო სუფუქს. ჩვენი შიში მართლაც ბავშვურია, როცა სიკვდილი გვაფრთხობს, ცოდვა კი არა. პატარა ბავშვებს ეშინიათ ნიღბების და არა ცეცხლის. და თუ შემთხვევით ახლოს მივიყვანთ ანთებულ სანთლებთან, ისინი უშიშრად იწვდიან ხელს ალისკენ. უვნებელი ნიღაბი აშინებთ, ხოლო ის, რაც მართლაც საშიშია, ცეცხლი არ აკრთობთ. ასე ვართ ჩვენს, გვეშინია სიკვდილის, რაც უძალო ნიღაბია. და არ გვეშინია ცოდვის, რომელიც მართლაც საშინელია და ცეცხლის მსგავსად თქავს სინდის. არ ვცხოვრობთ ისე, როგორც საჭიროა, აი ამიტომაც გვეშინია სიკვდილის. არ გვაქვს სუფთა სინდისი, რომ გქონდეს მაშინ ვერაფერი შეგვაშინებდა, ვერც სიკვდილი, ვერც შიმშილი, ვერც ქონების დაკარგვა, ვერც ვერაფერი სხვა. სათნოებით მცხოვრებს ესენი ვერაფერს დაუშავებს და ვერ მოსტაცებს შინაგან კმაყოფილებას, რადგან მას, ვინც კეთილი იმედებით იკვებება, ვერაფერი დაამწუხრებს. მართლაც რა შეუძლიათ ადამიანებს ჩაიდინონ ისეთი, რაც ქვეელ კაცს გლოვას აიძულებს. ფულს ართმევ, მაგრამ მას ზეცაში მაინც აქვს სიმდიდრე. სამშობლოდან განდევნიან, მაგრამ ამით ზეციურ ქალაქში ასახელებენ მას. ბორკილებს დაადებენ, მაგრამ მას სინდისი თავისუფალი აქვს და გარეგან ბორკილს ვერ გრძნობს. სხეულს მოაკვდინებენ, მაგრამ ის ხომ კვლავ აღდგება. და როგორც ლანდთან მებრძოლი და ჰაერის მცემელი ვერავის დააზიანებს, ასევე მართალ კაცთან მოკიშბე მხოლოდ ლანდს ებრძვის, ძალას ხარჯავს, მას კი ერთ დარტყმასაც ვერ აგრძნობინებს. მაშ მომეცი მხოლოდ სასუფევლის მტკიცე რწმენა და თუ გინდა დღესვე მომგალი. მე მადლობას გეტყვი ამ სიკვდილისთვის, რადგან ასე უფრო მალე გადამასახლებ მომავალ სიკეთესთან. ამბობენ, მომეტებულად სწორედ იმიტომ მწუხვართ, რომ მრავალი ცოდვით დამძიმებულნი, ზეციურ სასუფეველს ვერ მივსდებითო. მაშ დაეხსენი სიკვდილზე ტირილს და დაიტირე შენი ცოდვები, რათა გამოისყიდო ისინი. მწუხარება იმისთვის არსებობს, რომ ის ჩვენი ცოდვების გასანადგურებლად გვადგებოდეს და არა იმისთვის, რომ ვგლოვობდეთ ქონების დაკარგვას, სიკვდილს ან კიდევ რამე ასეც. ეს რომასია მაგალითით დაგისაბუთებთ. წამლები განკუთვნილია მხოლოდ იმ ავადმყოფობებისთვის, რომელთა მოსპობას შეუძლიათ, და არა იმისთვის და არა იმათვის, რომლებსაც ვერ კურნავენ. ჩემი ნათქვამი უფრო ცხადი რომ იყოს, მაგალითით კანგიმარტავთ. წამალი, რომელსაც შეუძლია მოარჩინოს მხოლოდ მტკივანი თვალები და არა რომელიმე სხვა დაავადება. სამართლიანად მიგაჩნია, რომ დაინიშნება მხოლოდ თვალის სამკურნალოდ და არა კუჭისთვის, არა ხელებისთვის და არა სხეულის რომელიმე სხვა ნაწილისთვის. ახლა სიტყვა გადავიტანოთ მწუხარებაზე და ვნახავთ, რომ არც ერთ სხვა ვითარებაში არ გვეხმარება, მხოლოდ ცოდვას გამოგვისწორებს. ამიტომაც ცხადია, რომ მხოლოდ მის გასანადგურებლად გვაქვს დანიშნული. განვიხილოთ ჩვენს თავს დატეხილი ყოველი უბედურება. დავურთოთ მას გლოვა და ვნახოთ, რა სარგებელი გვექნება. ვინმემ
მაგალითად ქონება დაკარგა. დაამწუხრდა, მაგრამ დანაკარგი ვერ აინაზღაურა. ძე დაეღუპა, იგლოვა, მაგრამ მკვდარი ვერ აღადგინა. ვერც გარდაცვლილს არ გორამე. ვინმე სცემეს გაასილაქეს, აწყენინეს, წარედ დაღონდა, მაგრამ ამით წყენა ვერ მოიშორა. უძლურება და მძიმე სენი შეეყარა ვინმეს, დიდად ივალალა, მაგრამ ავადმყოფობა ვერ გაანადგურა. პირიქით უფრო გააძლიერა კიდევაც იგი. ხედავ, რომ არც ერთ ამ უბედურებაში წუხარება ვერაფერს გშველის, მაგრამ თუ ვინმემ შესწოდა და დამწუხრდა, ამით ცოდვა გააქრო. ბრალი გამოისყიდა. უფალმა ერთ ცოდვილზე ასე თქვა: მისი ანგარების ცოდვის გამო განვრისხდი და ვგვემე იგი, სახე დაუმალე და მრისხანებდი. ის კი განდგომილი მოდიოდა თავისი გულის გზით. ამიტომ თქვა პავლემაც: ვინაიდან წუხილი ღვთის გულისათვის დასაბამს აძლევს სინანულს, ამ ქვეყნიური წუხილი კი სიკვდილის დასაბამია. ამიტომ როგორც ჩანს თქმულიდან, თუ მწუხარება ვერ აგინაზღაურებს ვერც ქონების დანაკარგს, ვერც წყენას, ვერც სირცხვილს, ვერც ცემას, ვერც ავადმყოფობას, ვერც სიკვდილს და ვერც ვერაფერ ასეც, არამედ მხოლოდ ცოდვას აქრობს და გამოისყიდის. მაშას ადამე მხოლოდ ამისთვისაა განკუთვნილი. მაშ მეტად ნუღარ ვწუხვართ ქონების დაკარგვაზე, არამედ მხოლოდ მაშინ ვიდარდოთ, როცა ვცოდავთ. მაშინ მწუხარებას დიდი სარგებელი მოაქვს. დაკარგე რამე, ნუ დარდობ, ეს ვერაფერს კარგებს. შესწოდე, იდარდე, ეს მარგებელია. ჩასწოდი ღმერთის გონიერებას და სიბრძნეს. ცოდვამ ორი ნაყოფი მოგვიტანა, მწუხარება და სიკვდილი. ბიბლიაში წერია: რომელსა დღესა სჭამოთ, მისგან სიკვდილით მოჰკვდეთ. ანუ ღმერთმა უთხრა ადამს ხის ნაყოფზე: როგორც კი შეჭამთ, მოკვდებითო. ქალს კი რა უთხრა? წუხარებით შვნე შვილნი, როდესაც უკვე შესწოდეს, აი მაშინ ღმერთმა უთხრა ქალს: მშობიარობა შენი იქნება ტკივნეული და წუხარე. იმავე ორი საშუალებით ღმერთმა ცოდვაც გაანადგურა და ისეც მოაწყო, რომ დედა შვილების შობით კვდება. ხოლო ის, რომ წუხარების მსგავსად სიკვდილიც ანადგურებს ცოდვას, ჩანს როგორც მოწაფეთა მაგალითით, ასევე პავლეს სიტყვებიდან შემცოდეთა მიმართ. პავლე მოციქული ამბობს პირველი კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში: ამისთვის მრავალ არიან თქვენ შორის უძლურ და სნეულ და წვანან მრავალნი. ანუ ამიტომ თქვენ შორის ბევრია დავრდომილი, ბევრი სნეული და ბევრიც კვდებაო. რომ სცოდავთ, იმიტომაც კვდებითო, ეუბნება, რათა ასე ცოდვები გამოისყიდოთო. ამიტომაც დაურთო, რადგანაც ჩვენს თავს რომ ვასამართლებდეთ, აღარ გავსამართლდებოდით. გასამართლებულები კი უფლის მიერ განვისწავლებით, რათა ქვეყანასთან ერთად არ დავისაჯოთ. როგორც მატლი იბადება ხისგან და ხრავს კიდევაც ხეს, როგორც ჩრჩილი ჭამს შალს, რომლისგანაც ჩაისახება, ასევე მწუხარება და სიკვდილი ცოდვამ დაბადა და ცოდვასვე სპობენ. ანუ აი ამ სიტყვებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. წუხარება და სიკვდილი დაბადა ცოდვამ და მწუხარება და სიკვდილი სპობს ცოდვას. ანუ გამოსყიდვა ხდება. ამიტომაც არის, რომ ჩვენ გონია დიდი უბედურება სასიკვდილო სარეცელზე მიჯაჭვული ადამიანი, რომელიც უკურნებელი სნეულებით იტანჯება, ჩვენ ფიქრობთ, რომ
დიდი ბოროტება შეემთხვა ადამიანს. არადა სულიერი თვალსაზრისით გამოსყიდვა ხდება იმ ცოდვისა, რომელიც სიცოცხლის მანძილზე იგის ჩადიოდა. მაშინ უგეშინია სიკვდილის, არამედ გვეშინოდეს მხოლოდ ცოდვის და მის გამო ვიგლოვოთ. ამას ვამბობ არა იმიტომ, რომ რამე საშინელს მოველი, არამედ იმიტომ, რომ მინდა მუდამ გულში გედოთ ეს შიში და საქმით აღასრულებდეთ ქრისტეს მცნებას, რომელმან არა აღიღოს ჯვარი თვისი, ამბობს უფალი და შემომიდგეს მე, იგი არ არის ჩემდა ღირს. ანუ ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, არ არის ჩემი ღირსი. ხოლო ასე თქვა არა იმიტომ, რომ ჩვენ მხარზე ძელგადებულებმა ვიაროთ, არამედ იმისთვის, რომ მუდამ თვალწინ გვედგას სიკვდილი, როგორც პავლე კვდებოდა ყოველდღე. დასინოდა სიკვდილს და არად მიაჩნდა ეს სოფელი. შენ მებრძოლი ხარ და მუდამ წყობში დგახარ. სიკვდილის მოშიში მეომარი კი ვერასოდეს ჩაიდენს გმირობას. ასევე ქრისტიანი ადამიანი, რომელსაც სიკვდილის ეშინია, ვერაფერს იზამს დიდებულს და სასახელოს. პირიქით, მას თავადიოლად დაჯაბნიან, ხოლო მამაცი და სულგრძელი უძლეველი და დაუმარცხებელია. და როგორც სამმა ყმამ, რომლებიც ცეცხლს არ შეუშინდნენ, თავი დაიხსნა ცეცხლისგან. ჩვენს გადაურჩებით სიკვდილს თუ მისი არ შეგვეშინდება. ამინ. გადამეტებული მწუხარება ეს არის სატანისგან. ეს ნიშნავს იმას, რომ წამალი ვინმე მოგაწოდოს ჭარბად. მაგალითად, ანალგინი კარგია, როდესაც ერთ აფს დალევ თქვათ, ან ორს. მაგრამ 50-ს თუ გადაყლაპავ, აუცილებლად დაიღუპები. აუცილებლად შენი სხეული დაზარალდება. ასევე არის მწუხარება სასარგებლოა, რომ დაუპირისპიროთ ცოდვებს და არა იმისათვის, რომ მწუხარება დაუპირისპიროთ სხვა დანარჩენ რამეს. ასევეა მრისხანებაც. მრისხანება ჩვენში ჩადებულია იმისთვის, ეს არის ბუნებითი ვნება, ჩადებულია იმისთვის, რომ განურისხდეთ არა მოყვას, არამედ საკუთარ თავს, როდესაც ცუდ რამეს ჩავდივართ. აი მაშინ გაუბრაზდი შენ თავს. და ასევე გაუბრაზდეთ იმ ადამიანებს, ვინც ღმერთს გმობს, ვინც სიწმინდეს ფეხქვეშ თელავს. ესეთ ადამიანს უნდა გაუბრაზდე და ამის მაგალითი ჩვენ გვაქვს სახარებიდან, მაგალითი ქრისტესი, რომელმაც აიღო შოლტი და ტაძრიდან გამოყარა მოვაჭრეები, რომლებიც ძალიან ცუდად იქცეოდნენ და უთხრა, მამაჩემის სახლი არის სალოცავი სახლი და თქვენი გინი ქვაბ ავაზაკთა, ანუ ავაზაკთა ბუნაგად გადაგიქცევიათ. აი ამიტომ განურისხდა მათ და გამოყარა ტაძრიდან.